ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობისა ზვირფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი ქართული ესტრადის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერალი ლეგენდარული ანსამბლი ივერიის სოლისტი ქალბატონი მანანა თოდაძე გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი მოგესალმები ჩემო ზვირფასო მოგესალმები მანანა მოგესალმები ჩემო ზვირფასო მოგესალმები და გილოცავ ჩემო გია აი ესეთ ლამა სტუდიაში თქვენი გადაცემის გადაღებას მადლობა და იხარია რომ მასვინძლობ აქ იმიტომ რომ ყოველ ჯერზე შენ სტუმრობას განსაკუთრებული ინტერესით ხდება მაყურებელი და ეს არც მიკვირს იმიტომ რომ მაყურებლის მხრიდან სითფო და სიყვარული შენი პერსონისა და შენი შემოქმედების მიმართ ეს არის ისეთი მოვლენა რომელიც გრძელდება 10 წლეულების განმავლობაში და შემთხვევით არ მithქვამს მე რა თქმა უნდა აი ესეთი სახელდებით ლეგენდარული ანსამბლი ივერია ასე დამკვიდრდა და მართლაც ასეა ბევრი ნიშნით და ალბათ პირველ რიგში იმ კუთხით რასაც ქვია ჟანრის ფუძემდებლობა, იმიტომ რომ მართლაც ანსამბლი ივერია იქცა ჟანრის ფუძემდებლად, რასაც ქვია საესტრადო მიუზიკლი და პირველი საესტრადო მიუზიკლი შეიქმნა ჩხიკვთა ქორწილი, სადაც შენი ყავი მთავარი როლის შემსრულებელი, ანუ პირველი ქეთევანი და სწორედ ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა. ესე იგი 40 წელი გავიდა იმ საპრემიერო სპექტაკლიდან, ეს ჩვენ აღნიშნეთ იმით რომ 2 წელი ზედიზეთ ბლექსი არენაზე სავსე 10000 კაციან დარბაზში ჩავატარეთ ახალი ვერსია ჩხიკვთა ქორწილისა და მინდა გითხრა რომ პირველ რიგში ფანტასტიკურად გამოიყურები და მეორე მინდა გითხრა ის რომ რამდენი სპექტაკლიც ჩაატარე შენ როგორც ჩხიკმა ქეთევანმა ამდენი ჩხიკვი მე მგონი საქართველოში საერთოდ არ ცხოვრობს ხო და თუ დაგითვლია რამდენი ქორწილი გადაიხადა სცენაზე ვაიმე ვერ დავითვალე ნამდვილად ვერ დავითვალე იმიტომ რომ არ ვიცი დღეში 3 ჯერ ხან 4 ჯერ იყო ხო გახსოვს კი როგორ არ მახსოვს კი ხო და მაშინ ახალგაზრდა ვიყავი რა თქმა უნდა და ვერვათ ვიცნობიერებდი რა საქმეს ვემსახურებოდი რა ხალხში მოვხდი რა კოლექტივში მოვხდი და ვინ იყვნენ ჩემს გვერდით ვარსკვლავების ცვენა იყო მე ყოველთვის ვამბობ რომ ბუთხუს ბასილაევ და ჯემალი ბაღაშვილმა ვარსკვლავების ანსამბლი შექმნა ივერია ყველა იყო გამორჩეული და აი ამ ვარსკვლავთ ცვენაში მოვხდი მე ეს ისეთი ბედნიერებაა უფლის დიდი მადლობელი ვარ ამისთვის არ მანანა ნახე როგორ იყო ანსამბლი ფაქტობრივად უკვე მომწიფებული იყო მიუზიკლისთვის მიდიოდა აქეთკენ მიზანმიმართულად ასე ვთქვათ სვლა მაგრამ აკლდა ქალის თავარი როლის შემსრულებელი რომელსაც ექნებოდა თვისებები და ის შესაძლებლობები ვოკალური თუ ქორეოგრაფიული რომელიც აუცილებელი იყო სწორედ მიუზიკლისთვის და ამ დროს სწორედ გამოჩნდი შენ და თან ეს პერიოდი იცი რა მინდა გავიხსენო შენ როდესაც მოხვედი მალე მოყვა შენს მოსვლას ანსამბლში დიდი გამარჯვება დრეზდენში საერთაშორისო შლაგერ ფესტივალზე სადაც მართლაც აი ტრიუმფით გაიმარჯვე და ბორიშხიანის სიმღერა გედი შენი შესრულებით ურთულესი აი სამოქტავიანი დიაპაზონი რომელსაც შენ ფანტასტიკურად ძლევდი და სხვა შორის ნიშანდობლივია რომ შენს შემდგომ ვერავინ შებედა და ვერავინ დაძლია ეს სიმღერა მართლაც იმდენად რთულია ვოკალურად პირველ რიგში და ესე იგი გედის სიმღერა როგორც წესი ასოცირდება რაღაცის დასასრულთან და შენ შემთხვევაში პირიქით მოხდა და დიდ გამარჯვებასთან ერთად დიდი ახალი თავგადასავლის დასაწყისი აღმოჩნდა ეს რაც დაუკავშირდა ჩხიკვთა ქორწილს და მინდა კითხო იცი რა პირველი სპექტაკლი ჩხიკვთა ქორწილისა როგორ გახსოვს უიმე პირველი სპექტაკლი არასოდეს არ დამავიწყდება რა თქმა უნდა იყო განსხვავებული იმ პერიოდისთვის გახსოვს შენ არ იყო ისეთი ჩაცმული არ ეცვათ სცენაზე ისე როგორც მე გამოვედი ჩხიკვთა ქორწილში კომბინიზონით და იმი და მე მახსოვს მაყურებლის რეაქცია იყო რაღაცა საოცრება ეს ალბათ არასოდეს არ გამეორდება ესეთი აჟიოტაჟი როგორც ატყდა ყველა კონცერტი მახსოვს აბსოლუტურად ყველა გამოსვლა მახსოვს რასაც იმ პერიოდში ჩვენ ეს კი რასაწყენია რომ მაშინ არ იყო სმარტფონები არ იყო სოციალური ქსელი თორე დარწმუნებული ვარ გადავსებული იქნებოდა სამაგერად ამის გამოძახელია ის რომ აი მთელი თაობები აი ამ სიყვარულს არამს თუ არ ივიწყებს აი თითქოს რაც დრო გადის უფრო მეტად საყვარელია ის რეპერტუარი და ვინ ნერვიულობდა უფრო მეტად ჩხიკვი ზაქარა თუ ჩხიკვი ქეთევანი სხვათა შორის მე ყოველთვის ნერვიულობ ნებისმიერი კონცერტის წინ
ყოველთვის მაქვს აი შინაგანი ხელვა, განვიცდი, მაყურებლის წინაშე უნდა წავდგე, უნდა ვიყო მაღალ დონეზე, უნდა შევასრულო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ ყოველთვის, როდესაც გამოვდივარ სცენაზე. მნიშვნელობა არ აქვს იქ 5 კაცის ის თუ 2500 კაცის ის, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი იმ წუთში მაყურებელი. აი მას გზნობს ყოველთვის პუბლიკა შენგან. მით უფრო 13 კაცი ახერხებდით იმას, რომ ცოცხლად გემღერათ, დაგეკრათ, გეცეკვათ. აბა. ყველაფერი თავად შეგესრულებინა. თან ისე რომ დისტანციური მიკროფონიც კი არ ქონდათ. ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, კაბელიანი მიკროფონების ასე ვთქვათ რეალობაში ახერხებდით და ცეკვასთან ერთად შენ იმდენად მოქნილი იყავი, რომ შპაგაზე ჯდებოდი მაშინ მახსოვს. რატო ჯდებოდი? ეხლაც ჯდები. გენაცვალე ცეკვან ვარსკვლავებში ხო ვიყავი, დავჯექი შპაგაზე. თუ გინდა ეხლა ჩავჯდები, გინდა? ჯერა და დაწურებული ვარ მაყურებელსაც ჯერა უსაბალ. მან ასე რა გამახსენდა ნერვიულობა ვახსენე და მაშინ ჩვენი დაუვიწყარი არწივი, ჩვენი უსაყვარლესი ერთადერთი და განუმეორებელი თემურ ციკლაური იყო გაცილებით ახალგაზრდა, ვიდრე მე ახლა ვარ და მაშინ თემური ბიძიათი მიმართავდი, იმიტომ რომ 8 წლის ვიყავი, როდესაც იყო საპრემიერო ჩვენება და ეხლაც მახსოვს კულისებში იდგა თემური, ემზადებოდა გასასვლელად და რაღაცა ერთ ადგილას წრიალებდა. მივედი და ვკითხე რომ ნერვიულობ თემური ბიძია, ესე ვკითხე მახსოვს. და არ დამავიწყდება, მომიტრიალდა. ესე ჩაიცოცხლა თითქოს ჩემს სიმაღლეზე ჩამოვიდა და მითხრა. დაიმახსოვრეო, კულისებში ცოტა თუ არ გიკანკალებს მუხლი, კი. სცენაზე რო გახვალ, იქ აგიკანკალდებაო. კი. ისე მახსოვს და იმდენჯერ მოუცია, აი ძალა ამ დაკვირვებას აი ვერ აგიხსენ. მაგრამ ამასთან ერთად რაღაცა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა თავიდანვე ჭკივთა ქორწილმა და აი ეს მნიშვნელობა ასე ვთქვათ სოციალურ-კულტურული თვალსაზრისით დღემდე მოყვება ამ სპექტაკლს. ამასთანავე მითხრა კახეთში ერთმა კაცმა ბატონო გიაო. აიო თქვენი ანსამბლივერი ჭკივთა ქორწილიო. გოგოების წესიერების საზომიც კი იყო ჩვენ დროსო. ვერ მივხვდი რა ნიშნი და ეს როგორ მეთქი და აი რო იტყოდნენ რომ აი ეს გოგო სულ ორჯერ არის ნამყოფი ჭკივთა ქორწილზეო, ესე იგი წესიერი გოგო იყო, მაქსიმუმ 2 კავალერს გაყვა პაემანზეო და ამ ნიშნითაც აღნიშნავდნენ რომ ესე იგი მოგიგრება ამით ზომავდა ხო? არა, ეხლა რამიდა თხოვა და შემოგთავაზო. ხო. აქვე ჩვენთან სტუდიაში ვთხოვ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს და მოგვიტანენ კლავის, მიკროფონებს და მოდი ესეთი პატარა რეტროსპექტივა მოვაწყოთ. ეს ჩვენი სპექტაკლი ყველას ახსოვს, მაგრამ ვისაც ახსოვს, შევახსენოთ, ვისაც არ მოусმენია, პირველად მოვასმენინოთ. ჩიკვი ქეთევანის აი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეპიზოდები. კი ბატონო, სიამოვნებით გია შენთან ერთად შევასრულებ ნებისმიერ სიმღერას. აბა, მაშინ გადმოვინახოთ აქეთე. ისე მანანა აი ამ დუეტს აი მართლაც თაობები ყავს გაზრდილი რა და მართალია იქ იმღერება რომ გეფიცები დღეს პირველად ვღერიბა რომ მაგრამ პირველად არა ალბათ 1000 კასპარაძის მე რამდენჯერ არის ხო ეს შესრულებული მაგრამ აი რაღაცა ის განსაკუთრებული შინაგანი სისუფთავე და ამაღლებული ლირიკა რომელიც არის ალექსანდრე ბასილაის ფანტასტიკური შემოქმედების ერთ-ერთი აი გამორჩეული ნაწილი და მოდი ფრაგმენტი შევასრულოთ აი ამ ცნობილი დუეტის. სიამოვნებით. ანგელოზად მოხვა როცა ღამდება შენი სახე სიზმრად მომელანდება მოვდივარ თუ შენთან ვარ არ ვიცი სიზმარია მაგრამ მაინც დავიცდი გეფიცები დღეს პირველად მღერიბარ ვერც სიმღერის და ვერც ლექსის მთამელი ვარ მაგრამ მაინც შენი მადლობელი ვარ სიყვარულისთვის
Bravo. უი, მანანა, რა მინდა იცი რომ ეხლა ვიმღეროთ? ის ფრაგმენტი, რომელიც აი იმ სპექტაკლის შემდგომ სულ პირველად რომ დაიდგა, აღარასდროს აჟღერებულა. გაგახსენებ, ეს არის ესეთი ოპერეტული ნაწილი, ესეთი გროტესკული, როდესაც ყვავის სიყვარულს რო უხსნის. ყვავი რო სიყვარულს უხსნის და ამ დროს წრუწუნა რო გადაიცმევ შენს მაგირო და შენ რომ ახმოვანებდი კულისებიდან. ოკეი. შევასრულოთ ეს. სიამოვნებით, იცი, მართლა ისე სად გაგახსენდა ეს? ხო და თან იქ იმ პერიოდის სლენგიც არის, ვაკის პარკში, ხო ჯინსის ბუდეს აგიგებს და მაშინ რაც ძალიან პოპულარულიც იყო და თან სასაცილოს და შენ. შევასრულოთ. კი ბატონო. მოვცოლად გამომხევ, შემიყვარდი გამიგე, ვაკის პარკში მუხასე, ჯინსის ბუდეს აგიგე. სიყვარული არ მოდის ძალითა და მუქარით, გიყურებ და მგონი ხარ ჭვარდლიანი ბუხარი. და ბოლოს ქეთევანის ხავარი ცენტრალური დრამატული არია პატარა ფოთოლი. Shuri ko
უმეტესი მადლობა ჩვენ საოცარ სტუმარს ქალბატონ მანანა თოდაძეს. ხოლ შეეგებოთ ტელეიმედის პროექტის პატარების დიდი შოუს წლევანდელი სეზონის მონაწილეს კატო ასპანაშვილს. მოდი გენაცვალე, ალამაზია. ელდანდი. კატო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის შემოგვირფასო. ერეკეთ მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ყველამ ვიხილეთ შენი გამოსვლა პატარების დიდ შოუში და ყველა ძალიან მოგვეწონა. მადლობა. და იცი რა მინდა გითხო, მოდი მაყურებელს უთხრა, შენ საიდან ხარ? ვიცი რომ ულამაზესი სოფელია. რუისპირიდან. მოვიკითხავ ყველა რუისპირელს დიდი სიყვარული. ვიცი რომ შენ ძალიან ბევრ რამეს ხარ შეკიდებული, სწავლობ, ისეთი დატვირთული და საინტერესო ცხოვრება გაქვს. გარდა იმისა, რომ კარგად მღერი, ტანვარჯიშით ხარ დაკავებული, ხო? ცურავ კიდევ. მე როგორც ვიცი, ხატავ, ხო? დიახ. ხო და ერთხელ სადღაც აღნიშნე რომ თამაშისთვის დრო არ მრჩებაო და ასეა მართლა? დიახ, თამაშისთვის დრო არ მრჩება. სკოლიდან რომ გამოვდივარ, 5 წუთი მაქვს დრო რომ ბავშვებს დაჭერობა და ვეთამაშო. არა, სკოლაში მაინც მოძებნი დროს სათამაშოდ. ნუ თამაში დამმნიშვნელოვანია ასევე და. მოდი მაშინ რადგან თამაში ვახსენე, ერთ პატარა თამაშს შემოგთავაზებ. TikTok-იდან დარწმუნებული ვარ, ეს ტრენდი გეცოდინება. ძირითადად ფეხბურთელებს ეკითხებიან, მაგრამ მოდი შენს აქტივობებზე გადმოვიტანოთ ეს შეკითხვები. კარგი? კარგი, მოდი მაშინ კითხავ. ტანვარჯიში თუ ცურვა? ტანვარჯიში. ტანვარჯიში, კაი ბატონო. ტანვარჯიში თუ მათემატიკა? მათემატიკა. მათემატიკა? ვა, ოჩახ. კარგი, მათემატიკა თუ ხატვა? მათემატიკა. მათემატიკა, უშენგენაცვალე. მათემატიკა თუ სიმღერა? მათემატიკა. დედო, გაიმარჯვა მათემატიკა, ოჩახი. ია მაგარი როგორია? ძალიან კარგი. თან მათემატიკა ხო როგორია ყველაფერში გამოგადგება. ხატვაშიც, ტანვარჯიშიც, ცურვაშიც და ჭვენი გოხარ ესეთი დამოკიდებულება რო გაქვს. სულ სხვა რამე უნდა კითხო ახლა. აი საჭმელებიდან რას გამოარჩევ? საჭმელებიდან რა გიყვარს? აბა დაფიქრდი. ხინკალიდან წვეთი. ხინკალიდან ყავდა, აბა რა კაცო. ახელი ქალბატონი ხარ, რა თქმა უნდა. მიხარი, შენ თუ გიცდია რაიმეს გაკეთება, ანუ კულინარიასთან თუ მეგობრო. დიახ, სახლში აი ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე. ვახშავს, ვაწყობს, სალათას ვაკეთებ, კვერცხიან პურებს ვაკეთებ და ასე შემდეგ. ბატონო, მიჭერია და მე ყველაფერში მიჭერია. ოჯახში. ატო, მოდი ახლა ორი სიტყვით შენს ოჯახზე მოგვიყევი. პატარების დიდ შოუშიც მიკითხეს და მე ვთქვი რომ მყავდა ერთი და 2 ძმა, მაგრამ სიამდვილეში მყავს ერთი ძმა. სკოლაში მყავს 2 მეგობარი, რომელიც ძალიან გულთან ახლოს მყავს და მინდა მოვიკითხო ჩემი დედმამიშვილები. მოვიკითხოთ ჩვენ. ჩემი გულშემატკივრია, რომელსაც მოგება. გულშემატკივრებსაც ძალიან დიდი მადლობა და რადგან ვახსენეთ გულშემატკივრები და აი ეს ჩვენიერი პროექტი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, პატარების დიდი შოუ. თან ძალიან მომეწონა ასევე სიმღერა, რომელიც შენი შეასრულე, თვალსები ეს იყო ტიროლური სიმღერა მუსიკის ანგებიდან, ხო? დიახ. და მოდი მინდა რომ ეს სიმღერა ჩვენი შოუს მაყურებელსაც მოვასმენოთ ახლა. კარგი? კარგი, დიახ. Fox in a tower was a quite remote and lay, hee-hoo. Last something was a good charot, lay, love. Ho, ho, lay, the lay, ho, lay, the lay, ho, lay, the lay, A prince on a bridge of a castle moat and lay, hee-hoo. Made on a road with a load to lay, many of them bits of tape the whole lay, hee-hoo. Men drinking beers from a float lay, One little girl a pumping goat and lay, hee-hoo. She yelled out but the lonely goat and lay, Soon her mama with a lemming goat and lay, What I do it for girl and goat and lay,
camping garden, lay, she yelled back to lonely garden, lay alone. Soon her mama with a gleaming garden, lay, what I do it for girl and garden, lay alone. Happier day, oh lady, soon the west of a commentary, lay alone. დიდი მადლობა კატო ასპანაშვილს, წარმატებები უსურვოთ აი ამ საყვარელ და ნიჭიერ გოგონას. სამყურაშვილების ოჯახის სამი ნიჭიერი წარმომადგენელი, მამა ბატონი ლევან სამყურაშვილი და შვილები. მერაბ და ლევან სამყურაშვილები არიან ჩვენი შოუს შემდეგი სტუმრები. დავაი ბატონ ლევან. გამარჯობათ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო სამყურაშვილებო. მოგესალმებით. ესე იგი, სამი ღირსეული ჭიათურელი ხართ დღეს ჩვენ შოუში სტუმრად. ერთი მთლად საპატიო ჭიათურელი ბატონ ლევანი და შესაბამისად უნდა გითხოთ, რა შვებით, რა ვახართ, სადან ახართ? აქანა ვართ, ბატონო. აქაც ვართ და იქაც ვართ ბატონო. თქვენ ყველა სიკეთესთან ერთად გარდა იმისა, რომ პურმარილიანი ხალხი ხართ, საოცრად სტუმართ მოყვარე, შესანიშნავი გაძღოლა იცით, სუფრის და ასე შემდეგ. მოგეთ ერთი სიამოვნებაა ყველა მიმართულებით თქვენთან მეგობრობა. თან აი ძალიან შეხმატკბილებული მამაშვილობა გაქვთ და ეს შეხმატკბილება დამეთანხმებით, ესე იგი, სიმღერაში განსაკუთრებით ხდება ან რეპეტიციებზე, ან სუფრასთან და არ მითხრათ, ახლა რეპეტიციების დამსახურებაა. ბატონ ლევან. ერთხელ ჩემო გიორგი მივდივარ ჭიათურაში, კარგი ამბავზე. ხო და მერაბიმ გამომაცილა, ვიკრიბებოდით სპორტ სასახლესთან ბიჭები ეს ძველი გპ-ის ბიჭები სასტავი. ჩვენი მეგობარი ერთი სოსო ზურაბაული ენაკვიმატი კაცი. სოსო უნიჭიერესი კაცი. უნიჭიერესი კაცი. ეს კაცი იყო იქა და რო დაგვინახა ჩვენთან მოვიდა მოსასალმებლად და შემოგხედა ცოტა ქვემოდან ახ ცოტა მაღლები ვართ იმასთან შედარებით და იქით ხეცი დგა რაღაცა და ზესანათებდა, კარგი მზე იყო. ხო და ასე თქვა, ერთი ნატრა მაქვს, ერთი ნატრა ცხოვრებაში. ნეტა ეს ნატრა ამისრულოს ღმერთმაო და გავჩვენებთ რა ნატრა აქვს. რა იყო სოსო რა გინდა? ერთი სამყურაშვილების ჩრდილში მაქეიფალ მე. არის სიმართლე ყველაფერი. ეხლა ბიჭებო ბატონი ლევანი რო შენებული მომღერალია, ეს ყველა მისის განსაკუთრებით ჩვენს წრეში. თქვენ შესანიშნავად მღერით და იცნობთ ყველა. თან მამამ გასწავლათ სიმღერა. ახლა როგორ შეაფასებდით? ხეზე ასვლა გასწავლათ თუ როგორ არის საქმე, ა? კაკლითა შორის გასწავლა, კი. კაკლის ხეს ქონია ესეთი, რა ქვია, თვისება, რომ ტოტები კაკლის ხეს აქვს მაქსიმალურად დრეკადი და თურმე ესე იგი შეგიძლია აძრე მერე გამოყვე ამ ტოტს გამოყვე და სულ რო კენწეროში იყო ასული ეს ტოტი ესე ნელ-ნელა მოიდრიკება და აჰა ჩამოხვა ბატონო უსავლებია მე თუ გითხავ სიმღერაშიც გასწავლა და პირდაპირ მნიშვნელობიდან ახლა უფრო სერიოზულ ხარეზე გადავიდა რომელი უკეთესად სვამს მაქსაკი ჩიროლა ძალიან სერიოზული მე გეტყვით მასთან დაკავშირებულ ერთ ამბავს თუ შეიძლება კი ბატონო ესე იგი მოგეხსენებათ რომ 16 წლიდან მამაჩემმა მოკლედ ისე ამიწყო ცხოვრება, რომ ჰოლანდიაში დავდიოდით გასტროლებზე და ვიარეთ, რა ვიცი, 15 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს ქონდა გარანტია, ესე იგი, ჰოლანდიაში კონცერტები და ძალიან კარგ საქმეს აკეთებდით, იმიტომ რომ მართლაც მთელ ჰოლანდიაში შეაყვარეთ ქართული ხალხური სიმღერა. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. კი, მაესტრო, ნამდვილად ეგრეა, რო ჩავდივართ. უამრავი მინახავს თქვენი სტუმარი მე ჩვენთან ჩამოსული და ახან ლექციებს ისმენენ და მოკლედ აი ეს დიდი მეგობრობა გრძელდება. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ მართლაც და მე ალბათ იღბალმა იქაც გაგვიმართლა რომ მასმინძლები იყვნენ იმდენად კარგი ხალხი რომ არ ვიცი ესე განიზრახეს მოკლედ რომ ჩვენ წავიყვანეთ ალპებში რა და იქ ვისწავლე მოკლედ ავსტრიაში იყო ჩემი პირველი გაცნობა თხილამურებთან და ერთი აი ეს მას რაც შეეხება რა ესე იგი ვართ გერმანიაში ქალაქი ობერსდორფია და სპეციალურად ჩვენმა მასმინძლებმა ჰოლანდელებმა ძალიან კარგი ხალხია წაგვიყვანეს აი ამ სათხილამურო კურორტებზე რა
ამ მოშიებულზე რა ნათხილამურებზე მოკლედ რა თქმა უნდა გვინდა რომ გავსინჯოთ შნიცელი. ხა გერმანიაში ვარ და შნიცელი და რას დავლებთ თუ არა და ლუს რა. ხადია, თავისთავად ხადია. რაც შეეხება ეხლა სამომღერლო პროფესიიდან გამომდინარე რა, მამაჩემს აქვს ეგეთი ჩვევა რომ რამდენადაც შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს ეს ამბავი თვითონ ლუდისთვის რა. ამ ლუდში ასხავს ცხელ წყალს. ეს ლუდი გაათფოს. როელი არ დაზიანდეს და ლოთბელი ლუდი დალიოს, მაგრამ ეგ ვიცით ჩვენ რამხელა დანაშაული. აგიქვება დარწმუნებული ვარ. მოკლედ ვართ რესტორანში შევუკვეთეთ, ესე იგი, შევედით რესტორანში, შევუკვეთეთ შნიცელი და ლუდი შევუკვეთეთ და მამაჩემი ძახი ძალიან გთხოვე ერთი ცხელი წყალიც გამოვაყოლოსო და აი ამ ცხელ წყალზე რომ შევაკავეთ ეს ქალბატონი რა, ქალბატონის ეტყობოდა რომ ძალიან დიდი ხანია მუშაობს ამ რესტორანში ძალიან. ცხელ წყალზე კი გაუკვირდა რომ ცხელი წყალი კაცარ უთხოვია ლუდთან ერთად. შუაშიაო, მაგრამ მოიტანა ისევეთივე ბაკლი ცხელი წყალი და ლევანმა შეატყო რომ აქ დანაშაულს ჩადიოდა და აი ესე მაგიდის ქვეშ აი ამ ლუდში ჩაუშვა ეს ცხელი წყალი ჩემო ბატონო. ჩაშვება იყო და მე ვიგრძენი რომ მაშინ ახლა პატარა ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი რომ რაღაცა დამძიმდა ჰაერი რა. ატმოსფერო დამძირდა და მეთქი რაღაცა ხო დავაშავოთ ისეთი და ახლა მაშინ არ აღვიქვავდი ეგრე მოვლენებს და ნუ მოკლედ ჩაიარა ამ ამბავმა. ჩვენ ყოველ წელს დავდიოდით ამ ჰოლანდიაში და ისევ მასმისლებმა წაგვიყვანეს მეორე წელს აღმოჩნდით ისევ ობერსდორფში, ისევ ვითხილამურად და ისევ მივადექით ამ რესტორანს. ჩემო ბატონო, შევედით, მოვითხოვეთ შნიცელი და მოვითხოვეთ ლუდი. მოვითხოვეთ ლუდი და ეს ქალი არც კი გაჩერებულა და გაიქცა. გაიქცა და მოდის იქიდან ერთხელ შუჭირავს ეს ლუდი და მეორე შუჭირავს აი ამ ხელავე ცხელი წყალი. არც გითხოვია. არც გითხოვია და აი ასე დაგვირეხვა მაგიდაზე რა. აი ბატონო და ჩვენ გაგიჟებულები კი, მაგრამ როგორ რანაირად თქვენიო შარშან წინდელიც კი მახსოვსო. თქვენგან ბრიყული წყენაო. ესე გითხრა და მოკლედ აი ესე მოგვითავა ეს ამბავი რა. ელსუხდებოდი ბატონო. დაგიმახსოვრ რომ წარეთ. დაგიმახსოვრ. აი ბატონო, ეხლა მოდი სხვა მხარეზე და სხვა კითხვაზე გადავალ საერთოდ. ლევან ბატონო, რომელი უკეთესი მძღოლია და მოდი თქვენ შეაფასეთ ერთმანეთი მძღოლზე გამახსენდა კაი ამბავი მაგ. მძღოლზე? მძღოლზე. მე მერაბი და ბადრი ჩიხიაში ჩვენი ძმა და მეგობარი მოვსეირნო და საუბრობთ ავტომობილებს. მერაბი საუბრობს რომ BMW-ს მარკის ავტომობილი იმიტომ კი არ მომწონს რომ მაგრადადის და მაგარი მაშინ არ იყო Tesla და რაღაცები, მაშინ არ იყო ნამდვილად აგერო ნახეო აი უკნიდან რა ლამაზი ფორმა აქვს რა და ამ დროს ჩაიარა გოგონამ და გამოგხედა ასე და გაიღიმა რა ესე აშკარად ესე ამოვიდა ჩაიარა მაგრამ მე და ბადრი შევამჩნევ მე ვერ შეამჩნია და მე შეამჩნევ თავის თავზე მიიღო მეთქი ამ გოგონს ხო და რასამ გოგონა თქვენს ფორმაზე არა მანქანის ფორმაზე საუბრობთ გადაასწრო ესე ამონა მეთქი გაატარე ეხლა ნახეთ როგორი სიტუაციაა. ბანის მთქმელი ორი მომღერალი ყავს. ორი მეორე ადგილზეა, ხო? და ვინ გვაკლია? პირველი ხმის მთქმელი კაცი. გვაკლია. სამაგიეროდ კულისებში ყავს ერთი ასეთი ადამიანი, ნიჭიერი კაცი, ბატონი ლევანის მეგობარი, მერაბ ნეფარიძე, რომელსაც ახლა სტუდიაში მოვიწევ. მოგდავრ მერაბ. მოგესალმებით. სალამი გენწირი, მოგდავრ. მოგდავრ. ემოციალურად. შეწეღარ ვახსენეთ სუსუროვაული თქვენ კარგად იცნობთ მას. ჩვენი უსაყვარლესის ისა. დიდებული კაცი, უნიჭიერესი კაცი, ყველაფრით შემკული და ერთ-ერთ ქვეყანაში ვართ. მოვითავეთ იქ საქართველოს დღეები იყო, ჩვენი ღონისძიებები და უკან ბრუნდებით და ახლა ევროპაში წახვალ ფული რამეც გინდა წაიღე და მაშინ ამ ფულს არ გვატანდნენ. იქიდან რომ ბრუნდებოდით ეხლა რომ მიდიხარ აქიდან ვინც გაგაცილებს გინდა რომ იმას რაღაცა პატარა სუვენირი ჩამოუტანო რო ვიცი სასწავლე ხარ და იმ დროს სოსო მუშაობდა გორპროექტში და საკმაოდ ბევრი თანამშრომლები ყავდა და წუხდა ვის რა ჩაუტანო რა ვქნაო და ბოლო-ბოლო როგორც იქნა მოახერხა წვრილი რაღაცები ხემძღვანელებს რაღაცები უყიდა იქ გოგოები ბევრი მყავსო და გოგოებისთვის მითხრა აი ამას ყიდულობო და იყიდა ესეთი სუნამო ბურთულა რო აქვს ეგრეთ წოდებული შარიკიანი რო გაოსავდა ხო და ეს ჩემ გოგონებსო მე ვთქვი რანაირად უნდა გავუნაწურო მე ვთქვი 13-14 გოგოს ესე ხო გადმოვასხავ მეთქი
არაო დილით დავდგებიო შემოსასვლელშიო ტურნიკეტთანო და რო გამოივლისე ყურის ძირში გაუსო ყველა სათითო და ორი კვირა მეყოფა ეგ გამოტარებით. აი ამავია. მოდი ახლა გადავიდეთ სასიმღერო ნაწილზე და ერთი ისეთი მართლაც კეთილხმოვანი ტრადიციული ქართული სიმღერა ავაჯგეროთ, რომელიც იშვიათად სრულდება. აბა დავიწყოთ. სიამოვნებით. ურმესი მადლობა ჩემს უნიკიერეს სტუმრებს. დღესამით გემშვიდობები ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. მომავალ შეხვედრამდე.